მოდი. რა, გაიგუძე? ჰა? აჰა, კამერა. ხო. როგორ გეძინა? კარგად გეძინა? მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ამიკო და ესეც მომდენო ვიდეო ჩემს არხზე და დღეს მეგობრებო დრო დადგა რომ გადაგვიღოთ მომდენო ვლოგი One day with me, ანუ ერთი დღე ჩვენს ოჯახთან ერთად, ანუ როგორია ჩვენი ერთი დღე, რომელიც იწყება აი ამ თოლკასიებულით. გაჩედი, One day with me, არა ისე ვლოგეროს. მოგესალმებით, მეგობრებო. კი, კამერა შეიძლება დაიჭერე და კი. წავედით ეხლა და გაშვი ბიჭო კამერა რომ მიჭიროს, არ გადაგივარდეს, ვაი, გაფრთხილება. ჩემი. ხოდა მედივართ რა იმ დღეს რა. ჩანვარ. ვაფშე არ ჩავსო, ვაუ, არ ჩაისმევა, გადი. ლუკამ კამერას თავში ჩაგარტყავ ეხლა, გადი. დღეს პირველ რიგში რასაც ვაპირებთ, ეგ არის დანის უნდა ვყიდოთ პატარა აუზი. ჩვენთვის დიდი ხო გოგს რა, სადღაცა იქით უნდა გავბეროთ იქ მეორე აივანზე. ხო და დანისაც უნდა დავუთიროთ რა პატარა, იმიტომ რომ წყალი უყვარს. რა გინდა ბიჭო, რატო გაბურღე ტვინი, ჰა? რა გინდა? ეისნები რა თავმეთი ბიჭო და ვეკეთი იქ. შენ არ ვარ გადი. გაჩი, ნასკი არ, ნასკების ფუშე. ლუკა გადავაგდებ. არ გადავაგდებ. დედა! ბოდიში მომიყადე, თორე გადავაგდებ. საგდებ ზან მაგას. თიკო, სადეზინფექციო ხსნარი გვაქვს? უკვე მე რამდენი ვიდეოა გადაღების დროს ქარი მემთხვევა და ყველაზე მეტად ქარი მეზიზღება ვიდეოებში და რას ვიძახდი ხო? ანუ დანის უნდა ვუყიდოთ პატარა აუზი ახლა და უნდა გავუბეროთ, რომ აივანზე ჩახტის რა, ჩვენი აუზიც უნდა გავუბეროთ. ხო და რაღაცებს ვიზავთ, ხო? რებს აკეთებ ეგ რა? ეგ რა? აა, გასაბრახია. კი, შენ ხლა წამწამი გაკაფე. ხო და რო არ მაგ მაგიტო ვიპერი ხო? მანახი აბა მეც გავიკეთო. ის როგორ? ეს როგორ უნდა გააკეთო ერთ წამი? ეს ზევით უნდა აწიო ჯერ? და ესე? შენ მოგხდა? ვაიმე. ამეპრი ხა? მეორე ზეც გამიკეთე რა. გოგებს მოვეწონები ესე? ოღონ არ ვთხარო თვალში. ვაიმე, დედა რა იჭვიან. დანი! წავიდით? აუზი ვიყიდოთ? ჰი? გავიმზადები, ხო შეიძლება? რა? კაი, წავედით. წამო მანქანის გასაღები ავიღოთ. მანქანის გასაღები რატო აგდია დანის აწოლში? რითი თამაშობდა? ამის. კაი. აი მანქანას რაც არ უნდა მოვუარო ზაფხულში იმენა სულ იმტვერება რა. აი ფანჯრის ჩამოწევა რასაც ქვია არ შეიძლება ზაფხულში მანქანაში. და დანი მიკისრა ეგრეს ვათაშორის. ჰა? რა? ეხა შენ შემარჩინე ერთი სიტყვა თორე, წავედი იუსტიციაში. გაეცინა. ჩაეცინა დანისაც ვინ მოასწრებს იუსტიციაში წასულასო. რაღაც სექცია ვნახეთ, ეხლა თითქოს აუზების. დანი რომელი მოგწონს? ჰა? მოგწონს რომელი მე? აი ორი წამი დაგველოდე აქეთ ვერ შემოგიყვან დაიცადე. ჰა? ეს კამერაზე გეუბნებოდ ხა ის საყოფილო. ერთი კამერაც ხო უნდა რა. ვაფშე არ გქონდა. ნახე, აი ტიფ ფეხებზე ვკიდივართ იმენა. ანი. ჰა, დაიჭირე. ჰა. გამომართ. აჰა, შენი აუზი შენ თქვენ წამოიღე. ეშ არ ჩაით. დანის ადგილი აგერ ამ ბურთემა დაიკავა, არა დაიცავ, არა დაგეტაკოთ. და ხო, აი აქ იმიტომ მიყვარს ყველაფერს ყიდვა, რომ აუზე და ყველაფერზე ან გასაბერ კამერაზეც კი გარანტია არის და ნუ ყველაფერი აბსოლუტურად რას ვიყიდე, ჯერ გარანტია არ დაგჭირვებია, მაგრამ ნუ კაია, ყოველ შემთხვევაში რომ გარანტიას გაძლევენ, იმიტომ რომ აუზს ან კამერას მაგალითად სანდო სხვაგან თუ ვიყიდით უბრალოდ გარე საბოჭრო სივრცეში, გარანტიას არავინ არ მოგცემს, არის იმის შანსი რომ გახეული იყოს და უკანას არავინ არ დაიბრუნებს მაგას. ბევრი ბურთები მოდის. დანი. რა მოხდა დანი? რომელი ექცინა გადმოყარა, ყავაზის?
ეხლა კი დრო დადგა რომ წავიდით და გავბერო ჩვენი აუზი ძალიან სასათრევია რა გამოდი ჩვენი ყველგან იჭედება 6 hours later მე შარ მოვიდეს Day 2 2000 years later ეხლა ამ აუზის იმას რო არ ველოდო გავსებას მართლა 3 დღე წავალ მანქანას მივაკერხერებ ცოტას სხვათა შორის ლარიანებში ჩემი ხელით გარეცხო მანქანის ძალიან მიყვარს ანუ რაც მანქანა გამოვიყვანე Fast and Chain-დან მაგის მერე მანქანა არ დამიტოვებია სამრეცხაოში იმიტომ რომ აი აქ ჩემი ხელით როცა ვრეცხავ რა გამშრალებისასაც ვიცი ჩემი ტილო როგორი ჭუჭყიანია და როგორ დაკაწრავს მანქანას ანუ დაკაწრავს თუ არა და სამრეცხაოში თითქოს ტილო სუფთა მაგრამ ეს პატარა რაღაც ხრეშები მაინც არის ზედ ხო და კაწრავს მაინც ჰოლოგრამებს უჩენს მანქანას ამიტომ ხურდე მომერა მე რა ლარიანი გეხოცე კაფის შემდეგ ანუ კაფს რო დავასხავ ცოტა ხანი მერე ვაცდით დაახლოებით 1.5 წუთი რა და შემდეგ უნდა გადავალო წყალი ოღონდ ჩქარა და მერე გამშვალება მთავარი რა მოიკაზო მუშაობდი მე გზეტა 92-ში ვარ ცხელა მანქანაში კონსუმერია ჰა კონსუმერია წავიდა წყალი ჯერია ცხოვრებაში პირველად დამეზარა მანქანის გარეცხვა. კი გავრეცხე გადავავლე წყალი, მაგრამ გამშრალების რა გითხრათ, აი ოდნავ რაღაც ტილო შევავლე რა. ხო და რავი, ცოტა ადრე კი გამოვედი, მაგრამ თიკო, რა გავაკეთო სახლში? სახში ასლამდე მინდა რომ ენერგეტიკული მიყიდო. და წეგან რომ იმ პეჩენებს არ ჭამდი? არ თქვი არ ჭამე, მაგრამ ენერგეტიკულს ვსვავ რა, სითხე. კალორიებს თავი დავანებოთ, კაი. ეს პერიოდი ვფიქრ დავიცვლი მეთქი მან მეზარება. მან ზედმეტ რაღაცებს არ ვჭამდა ისე. კალორიების ათვლემენ საიზღობა. ია და საშინელება. რანაირად უნდა ითვლო კალორიები? ანუ იცოდე რა რას რამდენი კალორია აქვს და შენ კალორიულ დეფიციტში უნდა ჯდებოდე, უნდა გამოითვალო მეტაბოლიზმის ის არის რა. კალკულატორი რაღაც გუგლში შეწერ ყველგან ამოხდებს და მოკლედ მე უკვე იმედ გიჯდება 1 დღე 2 დღე მე უკვე იცი რომ ზეპიად რაღაც საუზმეზე საკეთებ. რამდენი კალორიულია და დღის განმავლობაში მე ხვდები რა უბრალოდ როდის რა ჭამ აღარ ჭირდება მაგითი ამბები. ქნებაც დამჭირდეს შენი კარტა. ახი ხურდებზე ცხოვრობ და ყველა გონიათ რაღაც. ჭრია აქ მილიონებს. აი ხურდებზე ცხოვრობთ, უბრალოდ ლარიანებში ვეცხავ მანქანას. და კამანდა გამოდის და ტელეფონში წენა კრედიტი იყო და კამანდა მე გამოდის და რა ნამუსი წერენ მაგას რომ მილიონერი ხარ. საერთოდ ნეტა მილიონი მქონდეს. იმენა რაც მილიონზე ჩალიჩო მაგრამ სად არის წავა არ მოდის. და ერთი საცვლავი კარტა მიგდია საფულეში. ფული არ მაქვს ცუჩი გეუნებ. სად მაქვს აი ფული? ფული არ არის ძმაო. არ არის ფული. არ არის. არც აქ არ ყრია ხურდები. არსად არ არის ფული, არა. აი აგ რაღაც ლარიანი აგდია და რაღაც 1.20 წუთია მგონი. და მე გამოდის აქ ზოგი ერთი და წერს იმას რომ მილიონები აქვს. ნავა. აი პირველ რიგში რას ვაკეთებ? ნახე რას აკეთებ? ნახე რას აკეთებ? თითა რას აკეთებ? თითა შეხედე მე ამას სხვას ვცინებ ამაზე და ეს რას აკეთებ შეხედე. აჰა. გემედი დაჭერე გასახვა. მედი წახვალ. ოკენი აი გეპიცები აი ამ მანქანის კონკრეტულად ის მერე ვარ. თვილა აი გადადი იქით. ჩიწამის კამი. ის კამი გასწორო კი არა გადადი იქით აგე რა გთხრილია. არა სხვათა შორის შედარებით კარგად ატარებს ავიდა ზევი ჩამოვიდა აგერ დაჟე არც მithქოს იქ გააჩერე თქვენ მე და დიდი მოდი სახამდე მე მიყვანე. ხო და თიკო ცოტა ფრთხილად ატარე. კაი ვიდეოში ვაზვიადებ ხოლმე კარგად ატარებს მართლა. ნახე, საიდან ჩამოვი? ზევით იქ რაღაც კრუგები იყო და იქიდან ჩამოვედით, დო. სიკო აიღე მარს უწუბო. ვაპირებ. და გიყიდი რამე პატარა ჟუკი არ გინდა? პატარა. პედე ჟუკი თიკო. ან ნისან ნოტე. ჰა? ტიდა? რაც გინდა იყოს. დაწყების რაც მინდა იყოს. ეტოქში 2000 ლარის ფარგლებში ვეძებთ რამე მანქანას, რა დაწერეთ კომენტარებში. მანქანა გაატარე.
არ გაგიხედია ხო ეხლა იქით? აი რო დადიხარ, აქაც უნდა იყურო ხშირად და ამ სარკეებშიც. აუ, იმდენიავია, დაბლა არაფერი არა აქვს უნიავია, თო. თითქმის გაივსო. და ანუ როგორც დედაჩემმა მითხრა, აი აქ სადაც გახსნილი დამჩენია და რაც წყალი ჩადიოდა დაბლა გამოდიოდა, ისე და მე თავიდან გააკეთა, თორე ეს სულ ავსებული იქნებოდა რა. სტუმრები. დანი, იაუ. ეს აივანზე ბახილები, ნახე რომ მაგარია უზია. ჰალიეკ. რა ის ისე? რა? ერთი შენიც რო დავდგათ მე აქ. დანი, ერთი. რაზგი? დანი ერთი ისავლა. კაი, გავამზადოთ და გავიდეთ ხო? მოდი მამასთან, მოდი. ნუმწკბენ კი არ, ნუმწკენ გოგო. ჩემი გეპეია გერა, აი აქ ვსწავლობ მე. ეხიდეთ აი აქ თან პირველ კორპუსში. და ისე ვამთავრებ უნივერსიტეტს, ანუ მომდევნო წელს უკვე ვამთავრებ და აი დედას პირველ გეპეში ერთი რაღაც მაინც თუ მესწავლოს რა. და ძალიან ხოდით ვიყავი, ანუ ძალიან მინდოდა რა სწავლა როცა ჩავაბარე, მაგრამ სწავლების პირველივე კურსზე და პირველივე სემესტრში უფრო სწორად დამეკარგა სწავლის მუღამი. და რატო? მაგალითად ახლა არ ვილაპარაკე, იმიტომ რომ შეიძლება მე ნახონ და მე საგან შემტენიან, ხო ვიცი არა? ანუ ერთ ვიტყვი რომ უბრალოდ 3 წელი ტიპები მასწავლიან საგნებს, რომელიც არ გამომადგება შენს პროფესიაში, კი რაღაცები, მაგრამ მეუბნებიან რომ 3 წელი შენ სწავლობ ზედაპირულად და შემდეგ უკვე 1 წელი უნდა ისწავლო შენი განხრა, რაც გინდა სიტყვაზე კონსტრუქცია, რა მშენებლობაზე უნდა ირჩიო განხრა. თავიდან გვპირდებოდნენ რომ მე მეორე კურსის პირველი სემესტრიდან აირჩევთო, ხო? მეორე კურსის მეორე სემესტრიდან შეგეძლებათ არჩევა თქვენი განხრისო და მეორე კურსის მეორე სემესტრიდან ისწავლეთ თქვენ გემოზეო რა. ხო და ეხლა მესამე კურსზე ვარ, მომთავრე მესამე კურსს და ეხლა ავირჩიეთ საგნები და მეოთხე კურსზე მარტო ერთი კურსი უნდა ვისწავლო კონსტრუქცია, აი ერთი კურსი. აი რა იქნება ჩემი აშენებული კორპუსი? კი არა და ნებისმიერი ადამიანის, რომელიც ერთი კურსი სწავლობს რეალურად თავის განხრას, რა უნდა იყოს მე ეგეთი ადამიანის აშენებული კორპუსი მითხარით. იქნება თქო რამე? და საღამოს გადავწყვიტეთ რომ ამოვსულიყავით კუსტბაზე სასეირნო დანის ამოვიყვანეთ. აი ესე აქ. დანი, მიესალმე კიდევ ერთხელ ხალხს. რაღაც არ არის ხასიათზე. არ ყოფნის მაინც ძილი თუ ძილი იყო და მაგიტო არ არის თქო ხასიათზე. ძილი არ იყო? დიდი ხანი ხო ეძინა წეღა. ხო და ეხლა აქ ცოტას გავისეირნებთ და მე სანმე შევეცდებით რომ დავჯდეთ რა, მაგრამ არ მგონია სანმე რომ დავჯდეთ აქ ადგილები იყოს. მთელი გზა, რასაც ქვია, თავს დამატარებინებს ესე ორბალზე. აი, ერთზე დავსო თუ არა, ეგრევე წეკვინებს. ესე ფეხებია გაფარჩხული რა. ძალიან კაი ეს დარებულობს. დასარგებლოა. ამ ცხოვრების კაცია რა. აქ ვერაფერი ვერ ვნახე დასაჯდომი, ხა დაბლა ჩავალთ რამეს ვნახოთ. ხო დანი? ატრაქციონი დანი. ამიკო. აი, გოგო, ისი გეშინ მამა ხო იცი შულს არ უღალატებს. ეს შეხახუნებოდა ძის. მე შულს ეკრობს და მე დავიშაკეთიანა. კაი. აი კუსტბაზე საერთოდ ვერ დავჯექით, არსად არაფერი არ იყო და ჩვენს ტრადიციულ რესტორანს ვესტუმრეთ კრონბახერს, სადაც ახლა ფეხბურთის თამაში მიდის, როგორც ის ევრო ჩემპიონატი თუ რაღაც ეგეთი აიწყო, ხო ზოგადად ფეხბურთის ისეთი მაყურებელი მე არ ვარ, მაგრამ რაღაც ევრო რო დაიწყო ვიცი რა. ლოდი გინდა? თან ანუ კრონბახერში აქ ასხავენ თვითონ თავიანთ კრონბახერს უც არის უგემრიელესი რა. როსამე საჭესანა ვარ და თქო კიდე ბავშვის თემაში მიდი ჭამე. მე არ მოყვარს ეს ფოკუსნიკი საჭმელები, ხო იცი? ფოკუსნიკი რატო? აი რა არის ხა ცეზარი. აი ეს რამა როგორ უნდა გაგაწყოს? მოვა იხა საჭმელი, ნახა. აი ნამდვილი კაცური საჭმელი არის ეს კანჭის მენიუ რა. ეტაკა არის ოდა, მაგრამ იყო და ეტაკა ეგრევე მთელი ცეზარი გაასუხარა ერთი თემში. ერთი თემში ცეზარი გაასუხარა და ეხლა უყურებს ამას აი ესე. ცეზარზე ვგიჟდები და სულ ეს დაედოთ პირველად მაინც შევჭარდიოს ბოლომდე. დღესთან ვიდეოს ვიღებდით კაკასთან რო ვლაპარაკობდით ისა თქო რა. კალორიებზე და დიეტაზე რო. კი, დიეტაზე ხარ შენაშგორად. მოხარშულ სასის ქუჭა მეთქი და ცეზარი რა არის ხარ კალორიული ხარ? არაფერი. ნახე გაბერი ლაუზი. მესამე ჯერ შემოვდივარი ხარ ეს ვიდეო გადავიღო. კაი, ვიცი რომ გაიბერა ხო, აღარ მინდა ეს გაკურებული რეაქცია. ესეთი იყო რა. ძალიან დიდი დად არის გაბერილი, ხო?
ანუ რა არის უბრალოდ თემა. დღეს ეს მე რო დავტოვე და ესე გავიბერე და წყალიშნი ჩავასხი, თურმე ისე დამიტოვებია რომ აი ის რაღაცა მილი ყოფილა გამომძვრალი და არიბერებოდა, ანუ რა წყალი ჩადიოდა შენ უკან გადიოდა მე და ჩემ მოაგვარა ეს აგერ დანის აუზი სადღაცა აქ. ხო და ჩვენი ვლოგიც უნდა დასრულდეს მეგობრებო და აღამ და თიკუმდანი უნდა დააძინოს. ჩვენი ვლოგი გამოვიდა რა მე ესე ვფიქრობ. კი, დალაიქეთ აუცილებლად ვიდეო, დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს უახლოვდებით 40000 გამომწესა ცუდი მეფხანება და ეს ცუდის ნიშანია. ვერ დიდი ხანი ვერავთ 40000. აუჩი. დააჭერეთ subscribe ღილაკს, გამოვყავით Instagram-ზე მე და თიკოს, იმიტომ რომ Instagram-ზე დღეს ძალიან ბევრი სტორი დავიდე მეგობრებო ამ ვლოგის შესახებ. შენ ასე ვთქვი ხალხს. ხო და შენ ახლა ბავშვი ყავს მისახედი. წავედით. კარგად იყავით. კარგად. წავედით თიკო. აბა ჰე. აბა ხო. შეიძლება არ დამანახო.